ცოტა უცნაურად უნდა დავიწყო თქვენის ნებართვით. რამდენიმე დღის წინ ვიდრე ჩემი ავადმყოფობის დაწყებამდე და ამაზე ხშირად ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ერთგვარად ჩაგაბაროთ ანგარიში, რატომ არ ვიყავი შაბათს, ანუ გუშინ ფორმულას ეთერში ედიტორიალით და რატო არ ვიქნები დღის 3 საათზე, იმიტომ რომ პრინციპში ახლაც არ დასრულებულა ჩემი ავადმყოფობა, ჩვეულებრივი გრიპი. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ ავადმყოფობის დაწყებამდე მე ობობას, ვისაც ტელევიზიასთან ჩაუვლია ნებისმიერ არხზე, იმედზე, რუსთავი 2-ზე, ფორმულაზე, თავარზე, ყველას ვისაც ჩაუვლია 90-იანი წლებიდან. ტელევიზიასთან მან ყველამ იცის, რომ ვინ არის ობობა. ობობა არის თემურ გოგოლაძე. ეს მასშტაბური კაცი მეთქი ასე ვიტყვი, კაცი რომელმაც ყველა ჭანჭიკი იცის ტელევიზიისა, ყველა ტელევიზიისა ასე ვიტყვი. თემურ გოგოლაძე, მე და ირაკლი საღინაძე იცით, თქვენ ვეება კაცი, ვისხედით ერთად და საუბრობდით. არ მომერდება, არ მეთაკილება ამ სიტყვის თქვა, ჭორაობდით, საუბრობდით. სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით. მათ შორის ასაკვირველია პირველი და მთავარი საკითხი იყო, რა ხდება ამ ქვეყანაში. ერთმა ერთი თქვა, მეორემ მეორე თქვა, მე ჩემი ვთქვი, ეკამათეთ ერთმანეთს, ვიმსჯელეთ, მეთანხმებოდით უმრავლეს შემთხვევაში ცხადი. მერე ირაკლიმ თუ არ ვცდები, საღინაძემ ამოსწია თემა ჟურნალისტიკაში რა ხდება. და თქვით, რომ ჩვენ ჟურნალისტები პრინციპში ვიქეცით მხარედ. არ ვამბობ, რომ არ გვითქვამს და არ მეთაკილება ამის თქმა. მხარედ ვიქეცით, იმდენად არაორდინალური ვითარებაა, რომ ჩვენ, ოღონდ ნამდვილი ჟურნალისტები, ვიქეცით მხარედ და ვებრძვით ქართულ ოცნებას, ვებრძვით მარცხდებით, ვებრძვით ამარცხებენ, ვებრძვით ჩვენ ვამარცხებთ. პერიოდულად, მოკლედ ბრძოლის პროცესში ვართ ქართულ ოცნებასთან, რომელიც თავის მხრივ არის რუსული ოცნება, ანუ რუსული ძალა. და ჩვენ ოდენ ჟურნალისტები არა ვართ მოცემულ ეტაპზე, განსაკუთრებით საავტორო გადაცემების ავტორები. ჩვენ ვართ რაღაც ფლაც წინა ხაზზე, ან რაღაც მეორე ხაზზე, ან ერთ-ერთ ხაზზე, ესე ვიტყვი, ჩვენ მართალ სიტყვას ვაღვწელებთ, ხო? და მართალ ანალიზს ვაკეთებთ, სწორ ანალიზს ვაკეთებთ. მაგრამ აი იმ ჩარჩოებში ჟურნალისტიკას, რომელ ჩარჩოებში ჟურნალისტიკაც გარდაულად აუცილებელი იყო და მოუგინებელი საქართველოს აღდგენიდან 30-35 წლის თავზე, იმ ჟურნალისტიკას კი მიზეზთა გამო ვერ ვაკეთებთ. მათ შორის იმიტომ, რომ რესპონდენტები არ მოდიან რაღაც სახელისუფლო თუ ფსევდოხელისუფლების ჩვენ შემთხვევაში წარმომადგენლები არ მოდიან ჩვენს ეთერებში, მათ შორის იმიტომ, რომ მათ დაკითხვას მართებული კონოტაციით ვერ ვახერხებთ. ორივე მხარე ვერ არის წარმოდგენილი, რომელი ორივე მხარე, იქითა მხარე მოვიდნენ ოღონდაც კი, მაგრამ იქითა მხარე არის თავიდან ბოლომდე რუსული მხარე. არა, მე არა ვარ მაინც და მაინც სუბიექტური ჟურნალისტიკის მოწინააღმდეგე, პირიქით, მე ყოველთვის 90-იანი წლებიდან, 2000-იანი წლებიდან ვიყავი, ვარ და ვიქნები სუბიექტური ჟურნალისტიკის არა მაინც და მაინც აპოლოგეტი, არამედ მომხრე, ანუ სუბიექტური აზრის დაფიქსირების მომხრე, განსაკუთრებით აკითხარით ანალიტიკურ გადაცემებში, საავტორო ანალიტიკურ გადაცემებში. მაგრამ ჟურნალისტური რაღაცა ჩარჩოებიდან ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ გადავუხვევთ ხოლმე და არა მხოლოდ საავტორო გადაცემების ავტორები, იმიტომ რომ ღია ომში ვართ რუსულ ოცნებასთან. ეს საუბარი რომ გაგრძელდა ჩემს ირაკლი საღინაძესა და თემურ გოგოლაძეს ობობას შორის, მე წამომცდა არასწორი სიტყვა, მე ვთქვი ამგვარი რამე და მეთანხმება ერთიც და მეორეც, რომ ეს ყველაფერი რომ გადაივლის მეთქი, რომ დასრულდება მეთქი, მართლა ვფიქრობ ასე. მე ამ სფეროდან უნდა წავიდე მეთქი. მე პირი, რომელიც არ ვიცი, რამდენად ყველაზე მაღლა მეჭირა, ალბათ ესეთი თავკერძაც არ უნდა იყო, მაგრამ ერთ-ერთი დროშა უკან მეჭირა
ამ წინააღმდეგობისა უნდა წავიდე ჟურნალისტიკიდან მეთქი ვუთხარი ირაკლისაც და თემურსაც. ამის მერე რაღაც ლექციები, კერძო კურსი, რაღაცა ლექციები ავიღო რომელიმე უნივერსიტეტთან ვითანამშრომლო, საჯარო ლექციები, რაღაცა YouTube გვერდი კონტესტები, სადაც ამ ყველაფერს გიამბობთ, რაღაცები დავწერო, ასაკიც იმიტომ კი არა რაღაც მაინც და მაინც ბებერი ვარ არა, მაგრამ ახალგაზრდებმაც უნდა ახალგაზრდების უნდა წამოიწიონ წინ, ხო? მე 20 არ შემეჩნდება 95-ში 22 წლის ვიყავი მთავარი რედაქტორი რო გავხდი. ეხლა 22 წლის ბავშვებს ხო, ჩვენს ფორმულაშიც თუნდაც, ხო, არა აქვთ თითქოს შესაძლებლობა რომ საავტორო გადაცემები ჰქონდეთ, იმიტომ რომ სხვებზე არ ვიტყვი ცხადია, მაგრამ საკუთარ თავზე ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაც ტაბლიაშვილი, ხო, აზის ამ ეთერს და ამბობს, რომ აი მე უნდა წავიყვანო მაინც და მაინც ეს გადაცემა. მე მგონია, რომ მე აღარ უნდა წავიყვანო გადაცემა გარკვეულ 2-3 წლის შემდეგ. შეიძლება დავრჩება პროდიუსერთან, რაღაც მენტორთან, რაღაც შეიძლება არც დავრჩე, არ ვიცი. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაისისკენ მივდივართ და აისი მოდის. აისი უნდა მოვიდეს მართლა დამოუკიდებელ საქართველოში, როცა ეს ყველაფერი დასრულდება, დამოუკიდებელი საქართველო უნდა შედგეს, მართლა თავისუფალი საქართველო უნდა შედგეს და ადამიანებმა უნდა გააკეთონ და გააკეთონ კარგი და კარგი ერთმანეთზე კარგი სიუჟეტები, ერთმანეთზე კარგი გადაცემები. მე ესე ხა პირდაპირ მნიშვნელობითაც გაიგეთ თუ გლებავთ, მაგრამ ამას არ აქვს ხა მნიშვნელობა. ჩემი ამაღლა ჟღერს ცოტა ხო, მაგრამ მაინც ჩემი რაღაცა შემცვლელი მემკვიდრე თუ გლებავთ ასე ვიტყვით, კი წარმოვიდგენია, აი მიფიქრია რამდენიმე ადამიანზე, რომ აი ეს ადამიანი, ეს ავტორი, ეს ჟურნალისტი საუკეთესოდ წაიყვანდა ფორმულაში გადაცემას კონტექსტს ასე მაგალითად რომელიც მიმყავს და აი რაღაც მიფიქრია, რომ აი მე გავასახელებ, ეხლა არ გავამხელ თქვენის ნებართვით გვარსახელებს, მაგრამ აი ვიზეც მიფიქრია, ხო ეს გავასახელები და ვიტყოდი რომ მოდი ჩემო უმცროსო მეგობარო, შვილო, ხო შვილის დოლები არიან ისინი რეალურად და რაღაც შენ წაიყვანე, მოდი კონტექსტი რაღაც მე კიდე რაღაც 3-4 გადაცემა დავჩები რომ რაღაცა ორი სიტყვა გითხრა და იმასაც თუ ინებებ, თუ იკადრებ და მე შენ იყავი ან რაღაც ახალი კონტექსტი დაარქვი, ან რაღაც ძველი კონტექსტი დაარქვი, ან რაღაც კონტექსტი ამასთან დაარქვი და ასე შემდეგ, ხო, ავტორი. ხო, ოღონდ ეს რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ალბათ მაინც, როცა დამთავრდება ეს ხელისუფლება ბანდა და როცა ის მისია, რომელიც მეც ვიგზენის, ყველამ ვიგზენით ეს რაღაცა რუსთაველზე დგომის მისია, ხო, ან რაღაცა პატარა დროშის დაჭერის, ან მართალი სიტყვის გავრცელების მისია. ხო, საკუთარ თავზე ეს მისია დაგვაკისრა რაღაც განგებამ. ხო, ეს მისია უკვე შესრულებული იქნება. და ეს მისია რა არის, რომ აქედან განდევნოთ ქართული რუსული ოცნება და აქედან განდევნოთ შევავიწროვოთ და გამდევნოთ რუსეთი. ყველა სხვადასხვა დროს იგრძნობს ამ მომენტუმს წასვლისა. ესე რომ ამბობენ ხოლმე ლურსმნებზე ხელთათმანების დაკიდებისა. ყველა მე შრომის უნარიანი, ძალიან ჯანღოლი წავსე, არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ მოკლედ რაღაცა ადეკვატური ვარ. ადეკვატური ვიქნები კიდეც მომავალში ცხადია, გარკვეული პერიოდი, 12-15 წელიწადი ვთქვათ, მეცნები 18 წელიწადი და ვიდრე 70 წლამდე და მე რაღაც 75 წლამდე და ასე შემდეგ. და ახალ ბიზნესს დავისახავ ცხადია და YouTube არქივი მექნება, რაღაცას დავწერ, მემუარები, რაღაც მართლა ვის არ ვიცნობდი. ხო, შევარდაძესთან ინტერვიუ ჩამიწერია, რაღაც კიტოვანთან ინტერვიუ ჩამიწერია, რა ვიცი. 1995 წლის 7 აპრილსაც კი გავიხსენებ, აი სულთად მახსოვს, როგორ ბატონი ზურაბ ბურბანიძე იყო ესეთი კაცი იმელის პარლამენტში, როგორ ჩაართმევინა ფონოგრამა და როგორ ამ ფონოგრამაში იყო ესეთი ტექსტი 95 წლის არა, ბოდის ვიხდი. 94 წლის 7 აპრილს და როგორ ისმის იური როსტი, ეს ჟურნალისტი კაცი, როგორ რეკავს ვითომ და ან რეალურად, მაგრამ რაღაც გახმოვანებული სხვა პირის მიერ არის, რამდენადაც მახსოვს და ესეთი ტექსტია დაახლოებით, რომ ალო, что у вас Тбилиси там происходит. რატო იყო 7 აპრილს, იმიტომ 9 აპრილი დასვენება იყო და ეს ფონოგრამა ჩაირთო 7 აპრილს იმელის პარლამენტში, იმიტომ რომ 9 აპრილს ვერ ჩაირთვებოდა, იმიტომ რომ დასვენების დღე იყო. ესე იგი 1994 შესაბამისად 9 აპრილის ტრაგედიიდან 5 წლის თავს. ხო და იქ როგორ
ხო, იქ მოქალაქეების დეპუტატებს სანთლებიც გიეჭირათ და აქეთ-იქით ესე გაფრთხილებულები იყვნენ. და ისე აქეთ-იქით ანდებულ სანთლებს ესე აქეთ-იქით არ ხევდნენ. როგორც მე გამეცინა ძალიან ამაზე და დავწერე ესეთი სტატია კავკასიონში, ვასილ მაღლაფერიძე იყო რედაქტორი, სხვებთან ერთად, თანარედაქტორი, პაატა ვეშაპიძე, მამუკა პაჩუაშვილი. ის რუსი როა ბონდოია მძინარიშვილი, პასუხისმგებელი მძინარაშვილი, პასუხისმგებელი მდივანი იყო. და ნინო სვანიძე, ჩვენი ნინო, მაგარი გოგო როა, ის იქ მუშაობდა ნინო. იქ არ ვიცნობ მე ნინოს. მახო ხარბედია, ახლა ხან გარდაცვლილი ჩემი მეგობარი. იქ იყო და სხვები და სხვები. ხო, და ყველა პრაქტიკულად ყველა მახსოვს. ოღონდ ზოგს აღარ მივესალმები და ვისაც მივესალმები კი იცით თქვენ. ნინოს მივესალმები ასე მაგალითად. და მე დავწერე სტატია, მაშინ ესე ერქვა რამდენიც მახსოვს კავკასიონს, კოკა-კოლა კავკასიონი, თემუჭყონია აფინანსებდა. ასე მახსოვს. დავწერე სტატია შენ დაუკა. და გამოვაქვეყნე. ოღონდ მაშინ 21 წლის ვიყავი და მე წავედი 21-ის ვიყავი, 22-ის ვიყავი და მე 2 თვეში, 3 თვეში გადავედი, არა, უკაცრავად მე 1 წელიწადში გადავედი სხვა გაზეთის რედაქტორი გავხდი უკვე 95-დან, ეს არის 94. ნუ დამბავის ესა. ეხლა ამ ყველაფერს რატო ყვები, რატო დავიწყე, 11 წუთია გასული. რატო მე დღეს ვნახე არაჩვეულებრივი სიუჟეტი, არაჩვეულებრივი სიუჟეტი ასეთი ახალგაზრდა ჟურნალისტისა, რომელიც ქაშიკასთან დათო ქაშიაშვილთან მუშაობს. ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტისა, რომელიც როგორც მე დათომ მითხრა, მისი მოსწავლე, მოწაფე ყოფილა, მისი სტუდენტი ყოფილა, დეა ბაძაღუასი. ამ გოგოს მე ვიცნობ. ხდება ხოლმე ფორმულაში და კარგი სალამი აქვს, მე უნებრივია კარგი სალამი მაქვს, პატარა ბავშვია და არასოდეს მისი სიუჟეტისთვის არ მიწყენს, მისი სიუჟეტისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. ეხლა 12 წუთია უკვე გასული, რამდენად უნდა გაჩვენოთ ეს მისი სიუჟეტი, რომელიც ცალკე უდევს ფორმულას, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, არადა 12 წუთი რამ ალაპარაკებს, არ ვიცი. მაგრამ მოდით გაჩვენეთ. მაკა ასათიანის ქმარი, მისი ოჯახი ნოვოროსიისკიდან ყულებში რუსული ნავთობის შემომტანი კომპანიის ბლექსი პეტროლიუმის მფლობელია. ახლა მთავარი კითხვაა, მაშინ როცა ნავთობი რუსული 9 წუთიანი სიუჟეტია, ხო? აგრესიის დაფინანსების მთავარ წყაროდ მიიჩნევა და მთელი მსოფლიო მის შეზღუდვასა და სანქცირებას ცდილობს. რატომ გახდნენ თავად ამ აგრესიის თანადამფინანსებლები და რა ბედიელის ყულებში დასაწყობებულ ნავთობს? რატომ ბოდიში, ნახეთ კოტეგოგელია გაურბის ამასობაში, დეა ბაძაღუას. ფინანსებს რუსულ აგრესიას რატომ ხართ ამის ერთ-ერთი მონაწილე? შეგიძლიათ გითხრათ? ბატონო კოტე. კითხვების დასასმელად კომპანიის ხელმძღვანელების ძიებას ვაგრძელებთ. ბეცადეთ დავკავშირებოდით მაკა ასათიანს, კომპანიის გენერალურ დირექტორსა და კოტე გოგელიას დისშვილს დავით ფოცხვერიას. მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. მივედით. მოდით ვიხდი, კოტე გოგელიას დისშვილი იცით ვინ არის? დავით ფოცხვერია. 90-იანებში გამოდიოდა მე როცა გაზეთ კავკასიონში ან გაზეთ მუშაობდი ან გაზეთ სკეპსის რედაქტორი ვიყავი 95-დან. ხო, მაშინ იცით თქვენ რომ გამოდიოდა გენიალური სპორტული გაზეთი სარბიელი. და იმ სარბიელის რედაქტორი იყო ზურაბ ფოცხვერია. და ზურაბ ფოცხვერიას შვილზეა საუბარი, რომელიც თავის მხრივ იყო, აქვე გეტყვით, თბილისში ახლა ეს კაცი ზურაბ ფოცხვერია, რომელიც თავის მხრივ იყო კოტე გოგელიას დის, ნატო გოგელიას მეუღლე და მათი შვილია, ხსენებული ფოცხვერია, გენერალური დირექტორი ამ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა. ახლა ისინი ერთად არ არიან, ქალბატონი ნატო არის დღეს მოცემულ ეტაპზე პაატა იმნაძის. აი პაატა იმნაძე როა კოვიდს რო ებრძოდა, რეალურადაც თუ გნებავთ ასე ვიტყვი სხვებთან ერთად. არა მაქვს პრობლემა, მაგრამ რომელიც ახლა ლუგარის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და ლუგარის ლაბორატორიიდან პრაქტიკულად განდევნილები არიან ამერიკელები, აი იმ პაატა იმნაძის მეუღლეა მოცემულ ეტაპზე, ანუ ხსენებული ის ხელმძღვანელების ძიებას ვაგრძელებთ. ბეცადეთ დავკავშირებოდით მაკა ასათიანს, კომპანიის გენერალურ დირექტორსა და კოტე გოგელიას დისშვილს დავით ფოცხვერიას. მათ ჩვენს დავით ფოცხვერი არის გერი შესაბამისად პაატა იმნაძისა და შვილი ნატო გოგელიასი, რომელიც თავის მხრივ ადრე
დაოჯახებული იყო ხსენებულ ზურაბ ფოცხვერიას. ზურაბ ფოცხვერიას არაფერს არ ვერჩი, არც დავით ფოცხვერიას ვერჩი, მაინც და მაინც ეხლა ყოველ შემთხვევაში ამ კონტექსტში ვერჩი უпростоრად, მაგრამ ახლა არ არის საინტერესო ეს, მე სიუჟეტის მნიშვნელოვან დეტალებზე გავამახვილებ. ყურადღებას ჟურნალისტი უკავშირდება პრაქტიკულად ყველას, ოღონდ არავინ პრაქტიკულად არ პასუხობს, უკვე შემდგომ გამოჩნდება, რომ არ პასუხობს არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი, მე გადავახვევ ალაგ-ალაგ. ლევან დავითაშვილმა, რომელიც ვიცე-პრემიერი იყო ცოტა ხნის წინ, ეკონომიკის მინისტრი იყო ცოტა ხნის წინ, მერე მრჩევლად დაინიშნა ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრისა, მერე მრჩევლობიდანაც წავიდა და სრულიად უკანონოდ თურმე იკავებს თანამდებობას, იმიტომ რომ კანონი ლაპარაკობს შემდეგს, რომ როდესაც შენ მიეცი ლიცენზია, შენ მიეცი ნებართვა ამა თუ იმ რაღაცის, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, როგორც ვიცე-პრემიერმა, ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ობიექტის აშენების თაობაზე რომელიმე კერძო კომპანიას 1 წლის განმავლობაში შენ არ აქვს უფლება, რომ დაიკავო თანამდებობა, ასე მაგალითად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდე, მე ვაქებ ჟურნალისტს, რომ ეს ნიუანსით ჩასვა ამ საკუთარ არაჩვეულებრივ სიუჟეტში. არ უპასუხეს მივედით კომპანიის ოფისშიც. კომპანიის ოფისში ცხადი არ უპასუხებთ. ვერც ჩამოვაგდე მასთან. ულევის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი პირი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან ეს ის ნაწილია, რომელზეც მე უკვე გითხარით. სამინისტრომდე შესაბამისად თავად მინისტრმა გასცა. მან თანამდებობა ივნისში დატოვა და ეკონომიკის საკითხებში პრემიერის მრჩევლად გადაინაცვლა. ამ პოსტის უკვე რამდენიმე კვირა აღარ იკავებს. აღმოჩნდა, რომ ლევან დავითაშვილმა სექტემბერში კომპანია ბლექსი პეტროლიუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. ის 2 კვირაა შაბათის ფორმულას კამერებს ემალება. ლევან დავითაშვილთან დაკავშირებას ჩვენ უკვე 2 კვირა ვცდილობთ, თუმცა უშედეგოდ. ახლა მთავარი კითხვაა, თუ როგორ დაინიშნა იმ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, რომელსაც მუშაობის ლიცენზია მინისტრობის დროს კი, მაგრამ მუშაობის ლიცენზია თუ გაეცით, ბატონო ლევან, როგორ დაინიშნეთ, კანონი დაარქვიეთ თუ არა. სხვა შორის ამას არ უარყოფს არც ირაკლი ღარიბაშვილი, რაღაც უარყოფს კობახიძე, რომელსაც ჟურნალისტი თავად გასცა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში წერია შემდეგი. გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურის უფლება არ აქვს გათავისუფლების დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი 3 წლის განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურეობრივად. ამ ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არ აქვს მიიღოს შემოსავალი ასეთი საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან. გამოდის, რომ ლევან დავითაშვილი ოღონდ ლევან დავითაშვილი, რომელიც კორუფციაში თითქოს არ იყო შემჩნეული და ასე შემდეგ, ამ საწარმოდან იღებს ხელფასს. რასაც მან გასცა ლიცენზია, როგორც ეკონომიკის მინისტრმა და როგორც ვიცე-პრემიერმა, ამ საწარმოდან ახლა ხან პრემიერის მრჩევლობიდან დათესილი და სულ არ მინდოდა მე ლევანზე ამის თქმა, მაგრამ ასე გამოდის, ის იღებს ხელფასს იმ საწარმოდან, რომელიც გარდა იმისა, რომ რაღაცა მაფიოზური ჯგუფია, ეს მაფიოზური ჯგუფი თურმე რუსულ ნავთობს იღებს თავის მხრივ, რუსულ ნავთობის გადამუშავებას ახდენს და მერე ისევ აბრუნებს რუსეთისაკენ ნავთობს. ეს რატო არის მნიშვნელოვანი, აქამდეც მithქვამს და ახლაც გავიმეორებ. დამოუკიდებლად იმისა, სანქცირებული არის თუ არა თუ ტანკერი და თუ ნავთობი ნედლი პროდუქტი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რუსეთში, როდესაც საქართველოდან შედის და ყულები საქართველოა, შედის თუნდაც გადამუშავებული ნავთობი, თუნდაც არასანქცირებული, ანუ საწვავის სახით, ბენზინის სახით, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ ეხმარები რუსეთს ომის წარმოებაში უკრაინის წინააღმდეგ, ანუ ბავშვთა, მოხუცთა, ქალთა, ჯარისკაცთა თავისუფლების მოყვანათა, საერთოდ უკრაინის სახელმწიფოს კვლაში ეხმარება. ამას აცნობიერებს თუ არა ფოცხვერია, რომლის მამასაც ცხადია არაფერს არ ვერჩი, მაგრამ უშუალოდ ვერჩი. სხვა პირები, რომლებიც არიან ამ მენეჯმენტში, აცნობიერებს თუ არა მაკა ასათიანი, სხვები, მე ეს არ მაინტერესებს. 20 წუთია უკვე ჩვენ ეთერში ვართ, მე კიდევ 20 წუთი ალბათ დამჭირდება მომისმინეთ და ამ სიუჟეტსაც მოусმინეთ. იქ არის ნიუანსები, რომლებზეც ჩვენ ყურადღების გამახვილება უთუოდ გჭირდება. კანონს არღვევს, ამიტომ მასთან დაკავშირებით კითხვები დავუსვით ოცნების პრემიერს, რომელიც მისი თქმით კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლაშია ჩაბმული. ლევან დავითაშვილთან დაკავშირებით არ უარყოფს კობახიძე, ამას კითხეთ სხვას, ეს არ იყო და ხეთ რა პასუხი აქვს.
როცა მინისტრი იყო. როგორ დაინიშნა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და კომპანიაში ეს არ არის კანონის დარღვევა. თან მუდმივად საუბრობთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. შეგიძლიათ მოიგითხოთ და მიიღოთ შესაბამისობები, მე არ ვიცი. რას ნიშნავს კაცო, არ ვიცი, ყველაფერი იცის ამ კობახიძემ და ეხლა არ იცის, როდესაც ლევან დავითაშვილს ეხება, ყველაფერზე, რაც მას ეხება და არ ეხება. უკლებლივ ყველაფერზე აკეთებს უპრაგონო უკაცრავად სიტყვისთვის კომენტარებს და ახლა არ იცის? მე სიმართლე გითხრათ, ალბათ ჯობია რომ გადახვევებით, აი 10 წამიანი გადახვევებით ვიაროთ და საინტერესო ეპიზოდებს, საინტერესო პასაჟებზე გავამახვილებ ყურადღებას. ნავდეგება თუ არის ნავდეგება, გავარკვიოთ ერთად ეს ნავდეგება. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გავარკვიოთ ერთად, როგორ გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა, რა შესაძლებლობა გვაქვს, რომ ბატონ კობახიძესთან ერთად ხო მან თქვა, მე ხო არ მithქვამს ხო, გავარკვიოთ ლევან დავითაშვილი დაინიშნა თუ რა, ანუ აქაც ტყუის ბატონი კობახიძე. კარგით, განვაგრძოთ. ნებართვა თავადგას და მომუშავებელი ქარხნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური კონტექსტის გარდა ასევე მნიშვნელოვანია მისი ეკოლოგიური გავლენაც. მიღებული გადაწყვეტილებების სხვებთან ეს არის ძალიან საინტერესო პასაჟი, როდესაც ავტორი ამახვილებს ყურადღებას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და ტერმინალის ტერმინალზე და ეკოლოგიური კუთხით აკეთებს სიუჟეტის ამ ნაწილს, ეკოლოგიური კუთხით განიხილავს ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მდებარეობას, ასე ვიტყვი, და პრობლემებს, რომლებიც შექმნილი არის ან შეიქმნება ადგილზე. ლევან დავითაშვილსაც უკავშირდება, თუმცა ამჯერად როგორც გარემოს დაცვის მინისტრს. ქარხანა კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარედაა განთავსებული, არის სანაპიროსთან ძალიან ახლოს. ამ ფაქტორებით გამოწვეულ სხვადასხვა საფრთხე და ეკოლოგ მამუკა გვილავას ვესაუბრებთ, რომელიც წლების წინ. ეხა ეს ეკოლოგი მამუკა გვილავა უბრალო კაცი კი არ არის. ეს ეკოლოგი მამუკა გვილავა ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია ამ კუთხით, რომელიც არაჩვეულებრივი კომენტარი აქვს, ხოთა შორის და კიდევ ერთხელ შევაქოთ ჟურნალისტი, მაგრამ ბატონი გვილავაც შევაქოთ პირველ რიგში ამ კომენტარისთვის, რომელიც ძალიან საინტერესო პასაჟზე და ძალიან ესე დამაჯერებლად ერთის მხრივ, მაგრამ მაყურებელს რომ დააინტერესებს, მაყურებელი უფრო კარგად რომ აღიქვამს, ისე სცემს, ეს სხვა შორის ბევრ რესპონდენტს არ შეუძლია, ესე სცემს დასმულ კითხვაზე პასუხს ჟურნალისტს. კოლხეთის ეროვნული პარკის პროექტის ხელმძღვანელი იყო. ამაზე უარესი ადგილი სოფლიოში არ მოინახება ეკოლოგიური თვალსაზრისით. ქალბატონმა მაგ ასათიანმა ულამაზესმა მასზე უფრო ლამაზ ადგილას ააშენა ეს ტერმინალი. წარმოუდგენელი მაგ ასათიანმა ულამაზესმა, ნახეთ, ამან მაინც უნდა მიგახვედროთ ან მიგანიშნოთ, რამდენად მნიშვნელოვან ადგილზეა აშენებული ეს ნავთობტერმინალი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ტერმინალი. ქალბატონმა მაგ ასათიანმა ულამაზესმა, ამბობს რესპონდენტი, მასზე უფრო ლამაზ ადგილას ააშენა ეს ტერმინალი და მოავერანა, ანუ გაანადგურა სილამაზე, სადაც ეს ტერმინალი არის აშენებული. არ ვიცი რა გემას დანაშაულს დავაკვირდი ამას რომ ჩაიდინა. კლიმატის ცვლილება ნახსენები არ არის გარემოს ზემოქმედების შეფასებაში. ზღვის დონის აწევა ნახსენები არ არის. ნახეთ კადრები და ნახავთ რომ ჯერ დაუმთავრებელია ეს მშენებლობა და წყალში დგას მთლიანად. არ გჭირდება ეხლა ამას დიდი ფილოსოფია და დიდი ექსპერტობა. შეხედეთ კადრებს, შეხედოთ ქალბატონმა მაგამ და თქვა წყალში დგას თუ არა. როგორ ღებულობს ნავთობს იმ ობიექტზე, რომელიც ჯერ კიდევ წყალშია, ხო? მე ეჭვი მაქვს რომ ზღვის დონის აწევის გამო და ამას რამდენიმე აწლეული დაჭირდება რომ იგრძნო. დაიმახსოვრ რომ ჩემი ინტერვიუ. შაბათის ფორმულას მიერ შესწავლილ დოკუმენტში, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის, გამოვლენილია დარღვევა. მშენებლობა ნებართვის გაცემამდე 2023 წელს უკვე დაწყებული იყო. ამის ერთი წუთი 2023 წელს იყო დაწყებული. ჩვენ მე აქვე ვიტყვი ხაზგასმით რა საკვირველია. ბოდიში, ხო, რომ ყველა მშენებლობის, ყველასი არ ვიცი ამრიგად სწორია, მაგრამ სტრატეგიული ობიექტების და მეგაპროექტების მომხრევა რა საკვირველია ჩვენ უნდა გქონდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. მაგრამ 2023 წელს ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ემან ხომ არ უკავშირდება რუსეთის სტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებს და რუსეთის მიერ იმის გაცნობიერებას, გასიგრძეგანებას, რომ მას დაერხეოდა მის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაერხეოდა და სადღაც უკანა ეზოში
ამ შემთხვევაში ყულევში, ამ შემთხვევაში საქართველოში და კონკრეტულად ყულევში, მას უნდა ჰქონოდა საკმაოდ მძლავრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომ უკანა ეზოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადამუშავებული ნედლი ნავთობი მერე უკვე თავად გაეტანა ემანდ საჭიროების შემთხვევაში და რა საკვირველია ემსახურება. 2014 წელს ბატონო გოგელიამ რატო არ დაიწყო პირობითად ლაპარაკობ. 2015 წელს რატო აი რაღა მაინც და მაინც 2023 წელს დაიწყო ამ ოლიგარქმა კოტე გოგელიამ, რომელსაც რუსეთშიც აქვს უამრავი ბიზნესი და რუსეთის შესაბამის სამსახურებთან FSB-სთან პირველ ყოვლისა რა საკვირველია მჭიდრო კავშირშია. ასე მოეპრიანა მაინც და მაინც 2023 წელს ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და გეგმა, აშენება, ინვესტიციის განხორციელება 700 მილიონიანი ინვესტიცია, 700 მილიონი პირველ ფაზას ყოფნის პრაქტიკულად. ანაკლიის არა, პრაქტიკულად კი არა, ყოფნის და ანაკლიაში რატო არ წაიღო ფული? მაგალითად ბატონო გოგელიამ რა ნაკლები მნიშვნელობის იყო თუ რა ხდება? ბევრად მეტი მნიშვნელობის არის, ხო, ანაკლია, მაგრამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სჭირდებოდა მას და ემანდ იმიტომ ხარ რუსეთი ავალებდა, რომ ეხლა შენ კოტე, თუნდაც რუსულად ვიტყვი, უნდა ააშენო ეს ქარხანა, რომ ემანდ რომ დაგჭირდეს, სწორედ შენ უნდა გამოგიყენოთ, მოგიხმაროთ, ბოდიშს ვიხდი, ცუდი კონოტაციით, ვამბობ და აქედან გამომდინარე ვიხდი, ბოდიშს. მომად შეუდგინეს ადმინისტრაციულ სამართალდამკვირვებელთა ოქმი და საქმე სასამართლოში გაგზავნეს. როგორც ჩანს, ამ ამბავს მსვლელობა არ მოჰყოლია, რადგან მშენებლობა გაგრძელდა. ამას დოკუმენტთან ერთად ადასტურებს სატელევიზიო კადრებიც, რომლებიც დათარიღებულია და ჩანს მშენებლობის დაწყებას და მისი მიმდინარეობაც. როდესაც მინისტრი ესეთ დიდ მშენებლობას უშვებს, რომ მშენებლობა მიმდინარეობდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების გარეშე, მე ვერ დაუძახებ მას მინისტრს. ეს არის ანუ იგულისხმება ლევან დავითაშვილი, რომელიც მე დაწინაურდა ერთი ხანობა ის გარემოს დაცვის მინისტრი იყო, მე დაწინაურდა ეკონომიკის მინისტრი გახდა, მე ვიცე-პრემიერი გახდა საერთოდ და ახლახან წავიდა და მეც ვერ დაუძახებ მინისტრს მიუხედავად იმისა, რომ თუ ვინმეზე არ ვიყავი ძალიან უარყოფითი აზრის საქართველოს დე-ფაქტო მთავრობაში, ქართული ოცნების მთავრობაში, სწორედაც რომ ლევან დავითაშვილი იყო, მაგრამ ახლა შავბნელი ამბები ირკვევა მასთან დაკავშირებით. დიახ, ირაკლი ღარიბაშვილი კორუმპირებული პრორუსი ტიპია და ესეც პრორუსობაა ლევან დავითაშვილის აპოლოგეტებს მიმართავ ახლა 28 წუთი გავიდა ამასობაში. დარღვევა, უკანონობა, როგორც ჩან მან წლები დაკავშირებით არსებული ერთი კითხვა. ის რომ მისადგომი მხოლოდ ყულევის ტერმინალს აქვს და მისადგომი აქვს მხოლოდ ყულევის ტერმინალს, ესეც დავიმახსოვროთ. ანუ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას არ აქვს. რა ქარხანას ეს რუკაზეც ნახოთ ჩანს. და ეს ჩანს რუკაზე. გახმაურებულ შემთხვევაშიც ნავთობი ყულევის ტერმინალში ჩამოიტვირთა, რადგან ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სხვაზე პირდაპირი მისადგომი არ აქვს. ხარხნის მიერ ნავთობის გადამუშავებასა და მის ექსპორტთან დაკავშირებით საუბარია ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს არის ძალიან საინტერესო ნაწილი, 10 წამით ადრე გადავახვიოთ. რადგან ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სხვაზე პირდაპირი მისადგომი არ აქვს. ხარხნის მიერ ნავთობის გადამუშავება შაბათსრულო მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ და ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი, სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, ანუ რუბიოს უწყების პოზიცია ამ კონკრეტულ кейსთან დაკავშირებით მოვუსმინოთ ავტორს, ნახოთ ეს დოკუმენტი, ამ დოკუმენტის ნაწილი უფრო ზუსტი რომ იყოთ და კიდე განმოგგზოთ მსჯელობა. სადამის ექსპორტთან დაკავშირებით საუბარია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩვენ მიერ მოპოვებულ კონფიდენციალურ ანგარიშშიც. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ხელს შეუწყობს რუსულ ნავთობპროდუქტებზე დასავლეთის სანქციების თავიდან არიდებას. ანუ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, ჯერ კიდევ მშენებლობაზეა საუბარი, რომელიც არც დასრულებული, ანუ ნაწილია მშენებლობისა დასრულებული და უკვე შეუძლია 105,000 ტონის მიღება თურმე რუსეთიდან, ნოვოროსიისკიდან. ნოვოროსიისკის პორტს აქვს სერიოზული პრობლემები და იმიტომ ეგეც უნდა ვთქვათ, რა საკვირველია, მათ შორის პრობლემები აქვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ სანქციების ქვეშ არის, არამედ იმიტომაც, რომ ნოვოროსიისკის პორტის მიმართ წინააღმდეგ ხორციელდება იერიშები და უკრაინელები არ ასვენებენ რუსეთის ამ ტერიტორიას, ანუ კრასნოდარის ოლქს და უკვე ნოვოროსიისკენაც
და აქედან გამომდინარე რუსებს სჭირდებათ ალტერნატიული ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები სხვა ტერიტორიაზე და რუსები რასაკვირველია ამ თვალსაზრისით საქართველოს ითმევენ ომში. აი თუ მაინც და მაინც ამ კითხვას ვინმე დავსვამს კიდე ქართული რუსული ოცნებიდან ან იტყვის ესე დაბეჯითებით რომ ჩვენ რაღაც მეორე ფრონტის გახსნას გთხოვდა ოპოზიცია თუ დასავლეთიო, რასაკვირველია მეორე ფრონტს უკვე ხსნის თავად ქართული ოცნება, რომელიც ამას ჩადის და აქედან გამომდინარე ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს ამ ჯერაც არ დასრულებულ, ბოლომდე არ დასრულებულ მაკა ასათიანისა და მისი ქმრის, ასევე ბატონი ფოცხვერიას, რომელსაც 30% აქვს დაახლოებით, ნავთობ ტერმინალს, რომელიც რასაკვირველია ნებართვით ხელდასმით რუსეთისა აშენდა. ინფიცირებული ნავთობპროდუქტების შემოვა საქართველოში და შემდეგ დოკუმენტები შეიცვლება. თითქოს ეს ნავთობის საწვავი ყულევის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში გადამუშავდა და იწარმოებოდა. ბოდიში ეს უკვე რეკლამა ჩაირთო, უცნაური რაღაცა სჭირს ამ ბოლო ხანებში უცნაური რა სჭირს Facebook-ს გამოვტოვოთ რეკლამა. მე გადავახვიოთ კი პრინციპში აღარ არის ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანი ერთი დეტალი, მე მგონი თვამთავრებთ ამ ვიდეო ბლოგს, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება აქაც მათ შორის ყულების ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში დოკუმენტების ცვლილება. თითქოს ეს არ არის სულაც რუსული ნავთობი და არის რაღაცა სხვა წარმომავლობა ამ ნავთობისა არის სხვა. და რეალურად სხვა წარმომავლობა. რა ქვია? საქართველოს წარმოშობის სერტიფიკატი გაიტანოთ სხვა ქვეყნებში. ნოვოროსიისკიდან ყულებში შემოსულ ნავთობთან დაკავშირებით გასულ კვირას კითხვა დავუსვით ეკონომიკის მინისტრ მარიამ ხვრივიშვილსაც. როგორ მოხდა ეს ნავთობი? საოცარი პასუხია კოდიში. ყულების ნავთობ გადამამუშავებელი. აქ რომ მიგაქცევინოთ ყურადღება, აქ გვერდზე მის გვერდზეა ეს სისფერ პიჯაკში მოძრაობს პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის საწუხე ყოფილი, იმიტომ რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ხო აღარ არის პრეზიდენტი, ხო რა ხანია. ადმინისტრაციის უფროსი ოცნებასთან მიტენილი შიკო ნამორაძეზე რაღაცეებს რომ ლაპარაკობს ხოლმე დაყენებული სახით გიორგი აბაშიშვილი, რომელიც ერთი ხანობა სხვა შორის გახარიასთან იყო წასული. ეგ როგორ არის? კითხვა მაქვს, რა თქვისა, ქართულ ოცნებასთან. აი გახარიასთან ვინც მივიდა და შემიძლია გვარები ჩამოგისახელოთ. როგორც მე რო წამოვიდა, იმიტომ რომ იგრძდეს რომ ქართულ ოცნებას პრობლემები ექნებოდა გახარიასთან. ხო, ეს ადამიანები რატომ მიიტენეთ? გარდა იმისა, რომ მარგველაშვილის თქვენი მტრის ადმინისტრაციის უფროსი იყო, იმიტომ მიიტენეთ, რომ იყიდეთ იაფად ან გარკვეულ თანხად. მაგრამ ეხლა აბაშიშვილზე რომ არ კონცენტრირდეთ, კალბატონ, როგორია ქვრივიშვილზე თქვათ ორი სიტყვა. სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება, გამართა რომ არც ერთი ტვირთი რომელიც არ გეკითხებიან ამას, კალბატონო ქვრივიშვილო, არც ერთი ტვირთი არ არის სანქციების ქვეშ და არც ტარკერი, საიდანაც შემოვიდა ეს ნავთობი, არც ეს არ არის, არავინ არ ქაბათობს ამაზე, ეს თუ 100-ად რაღაცა გააკეთა განცხადება, რაღაც ვიტყვით ახლა ჩვენ, მაგრამ ზოგადად, როდესაც ეხმარებით რუსეთს ომის წარმოებაში ეხმარება ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა. ეს არის თუ არა პრობლემა. რა ბატონი ქვრივიშვილი ამას არ პასუხობს და ბატონ აბაშიშვილს კი დარწმუნებული ვარ რაღაც პორტფელი უნდა მთავრობაში, იქნება ბატონმა აბაშიშვილმა მიპასუხოს მე პერსონალურად მომწეროს და გავასაჯაროებ. არ უნდა? ისე მაგას რა უთხარი ჯერ ერთი და ისევე უნდა ზუსტად როგორც ბატონ ბოჭორიშვილს უნდა თავის დროზე, მე მახსენდება მისი Facebook შეპირისპირება კარგ კაცს სერგეი კაპანაძესთან, სადაც მაკა ბოჭორიშვილი ამბობდა, რომ როგორ გეკადრებათ, რა მინისტრობა და ასე შემდეგ, პარლამენტში როცა იყო ეს რუს-ქართველა დიპლომატი. ქართული ოცნების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმას, რომ ყულებში შემოსული ნავთობი არ არის სანქცირებული. გავიგეთ. ირაკლი კობახიძეს ვკითხეთ, თუ პოლიტიკურად როგორ შეიძლებოდა შეფასებულიყო ეს ნაბიჯი. მაშინ როცა მთელი მსოფლიო სანქციებს აწესებს რუსულ ნავთობთან დაკავშირებით და საქართველოში შემოდის, თუნდაც არასანქცირებული. ეს არ ნიშნავს პოლიტიკურად რუსეთის მხარეს დგომა. არა, ჩვენ ორივე კითხვა, მე კიდევ ერთხელ უნდა შევაქო, დეა ბაძაღუა. ხო, არ ნიშნავს ეს იმას, მთელი მსოფლიო ებრძვის, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ არ შეიძლება შემოიტანო შენ რუსული ნავთობი და მე ნედლი ნავთობი და მე რუსეთშივე გაიტანო, დოკუმენტები გააყალბო, ან არ გააყალბო, რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ გაიტანო ეს
იმიტომ რომ რაღაც სარგებელი ნახოს ერთმა ოლიგარქიულმა ჯგუფმა, ამას პრემიერ-მინისტრად წოდებული პასუხობს კატასტროფა, აი მენტალური კატასტროფა, რასაც ის პასუხობს, როგორც ის პასუხობს, მოусმინოთ ბატონ კობახიძეს და პრინციპში დავამთავროთ ეს 35 წუთიანი ვიდეო. ოპოზიციას, რომ საქართველოს დაედანაშაულებინა სანქციების გვერდის სავლაში, საფრთხეულად გამოაცხადეს ჩვენი ქვეყანა და ყოველჯერ დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, ჩვენს ეთნიკურად იცავს სასანქციო პოლიტიკას, ეს არის ჩვენი მიდგომა, ხო, დანარჩენი ყველაფერი. რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა ვიდრე ამაზე გადავალთ, აქ არ არის ლაპარაკი კვლავ ვიმეორებ. რომ სასანქციო პოლიტიკას იცავს თუ არა, ჯერ ეგერთი არ იცავს. ამაზე რომ არ იცავს, ამაზე არაერთი დოკუმენტი არსებობს, არაერთი დასკვნა არსებობს, მათ შორის არის ეგრეთ წოდებული სავაჭრო სალდოს შემოწმება შეგვიძლია, როგორც რუსეთთან, ისე მე სხვა ქვეყნებთან, ასე მაგალითად ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, როგორ არის გაზრდილი სავაჭრო სალდო ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანასთან რაღაც ისეთი ციგნი აღმოჩინე აქ და ავტორის აღარ მჭყვი ხა ვინ არის ცოტა გამეცინა ხო ისია გაზრდილი მათ შორის რეექსპორტის მაჩვენებელი და ეს დადასტურებელი არ მიმანიშნებელია რომ საქართველოს სწორედაც რომ შავი ხვრელია კარგით მე თვითონ ჩემს მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით აღარ მოგახვევთ თავს ვერ ვამთავრებ ამ ვიდეო ბლოგს იმიტომ რომ ერთი საინტერესო სასანქციო პოლიტიკას ეს არის ჩვენი მიდგომა ხო დანარჩენი ეს როგორი დამაჯერებელია რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Foreign Policy-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერს, რომ ქართულმა ოცნებამ ისარგებლა ვითარებით და ქვეყანას სანქციებისგან თავის არიდების მთავარ ჰაბად და გამდიდრების წყაროდ აქცია. აღწერილია მარშრუტები, ასევე საუბარია. ეს Foreign Policy, როგორ გონიათ, რაღაც ტელეკომპანია იმედი კი არ არის, ან Post TV, ხო? ეს Foreign Policy, რომელსაც ჩვენ ვეღრდობით ხშირად, არის ძალიან ავტორიტეტული მედია საშუალება, რომელიც ანალიტიკული რომელიც აქვეყნებს გადამოწმებულ ინფორმაციას და პირები, რომლებიც წერენ ამ და სხვა გამოცემებში, ისინი ზე კომპეტენტურები არიან. ღიად ვლაპარაკობ ამას. ანუ ისინი არ წერენ ეხლა ამოჩემების ეკობახიძე არ მევასება. ეს კობახიძე არ მევასება მჭირს გარკვეულ შემთხვევებში ისედაც, ხო, ისიც მე. და ყოველ მე-5 ჯერზე თუ მეორე ჯერზე და დიდი გამოსაჭერი ეგ ვაჟბატონია, მაგრამ ხო, აი ამ რაღაცა შემიძლია გავაბძაფრო. ამ Foreign Policy-ის პირობითი სახელით და გვარით თუ გნებავთ ჩავხედოთ. ჯონ სმითს არ აინტერესებს კობახიძე შეუძლია შეაქოს კიდეც თუ რამ კარგ რამეს გააკეთებს კობახიძე ამოჩემებულ, მაგრამ კობახიძე და ზოგადად საქართველოს მთავრობა კარგს არაფერს არ აკეთებს. ვინ ეკაჩება სულ სხვა თემაა, მაგრამ ვინ ეკაჩებოდა ბორის ჯონსონს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აღარ ბრიტანეთი ვახსენეთ. 3 დღის წინ როცა გააკეთა მან განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში რუსეთმა ჩაატარა სპეცოპერაცია და უკანონო ხელისუფლებაა და ის ქართულ ხალხს უჭერს მხარს. ვინ ეკაჩებოდა? ის ხო ბორის ჯონსონი, ის ხო ირაკლი კობახიძე და მამუკა ბახტაძე გაერთიანებული ან ირაკლი ღარიბაშვილი მიერთიანებული ერთად არ არის, რაც სამივე მათგანს ტვინი აქვს, ხო, იმის რაღაც 23 ხარისხში რაოდენობა აქვს ტვინის, ცოდნა აქვს, გამოცდილება აქვს, განათლება აქვს, სითამამე აქვს, სწორი ხედვა აქვს ბორის ჯონსონს ყველა საკითხთან დაკავშირებით, ახლახან არ იყო, მაგრამ ვინ ეკაჩებოდა? იმიტომ ლაპარაკობს, რომ ცოდნე კაცია და თავისუფლებას აძლევს, ხო? ეს Foreign Policy-ც ცოდნეა, როცა რაღაცას ამბობს, რომ ვიცოდით, შესაბამისად სანდოობის ხარისხი მისი შეუდარებლად მაღალია. მოდი თვითკრიტიკულიც ვიქნები. არა მხოლოდ იმეთთან მიმართებაში, არამედ ჩემთან მიმართებაშიც კი. დიახ, მე გიდასტურებთ. Foreign Policy ბევრად Foreign Policy-ის ეს ჟურნალისტი, ვინც ამას წერს, ეს ავტორი, ეს ანალიტიკოსი ბევრად მჯობია მე როგორც ჟურნალისტ ანალიტიკოს და ასე შემდეგ და არ აბრეხვებს სიტყვებს, არც მე ვაბრეხვებ, მაგრამ ის არ აბრეხვებს მით უფრო სიტყვებს, რომლებსაც წარმოთქვამს ხოლმე ან დაწერს ხოლმე. კიდევ ერთი. წარმოშობის სერტიფიკატის შეცვლის პრაქტიკებზეც. სანქციებმა, რომლებიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესა, წარმოქმნა შუამავლობის, ოფშორული იურისდიქციებისა და პოლიტიკურად ხელშესაწყობი პირების ადაპტირებული ეკოსისტემა, რომლის ცენტრშიც საქართველო დგას. მაკაასათიანმა კომპანია Black Sea Petroleum 2022 წელს დააარსა, თუმცა მისი ოჯახი რუსული ნავთობის ბიზნესში კარგად დააკვირდით კადრს, ბატონებო.
ფოცხერია და გოგელია. მანამდეც იყო ჩართული. ამ კონფიდენციალურ დოკუმენტში კოტე გოგელია მოხსენიებულია რუს ბიზნესმენად და ის რუსულ სამხედრო სამსახურებთან მჭიდრო კავშირშია მხილებული. ანუ გრუსთან, მე შემშლია, ბოდიში ფსბ-სთანაც იქნება ცხადია, მაგრამ რუსულ სამხედრო სამსახურებთან რაღაცა, ესე იგი გერეუსთან არის კავშირში. 40 წუთამდე მივიდეთ და მართლა დავასრულოთ, იმიტომ დაგღალეთ დარწმუნებული ვარ. და ესე დავარქვათ თუ გნებავთ და დავასრულოთ პრინციპში, იმიტომ რომ ასულია პრაქტიკულად 8 წუთი და კიდე 2 წუთი არც კი არის დარჩენილი და დეახ ქვია, ხო? დეას მადლობა გადაუხადოთ ამ არაჩვეულებრივი სიუჟეტისთვის ბაძაყუას. სრული სიუჟეტისთვის. და იდეა ხაი თქვენ უნდა აიღოთ ახალგაზრდებო, აიღოთ ხელთათმანები და თქვენ უნდა ესეთი სწორი სიუჟეტები აკეთოთ და ასე შემდეგ. მე გავწდი 40 წუთს, სათაური კი ასეთი უნდა იყოს, რომ ქართული, არა დავარქვათ ინგამ ლამაზი მაკა ასათიანი ლამაზი მაკა ასათიანი მახინჯი რუსეთის სამსახურში. ხო კარგი სათაური იქნება. ინკა რაღაცა ბეჭახმა, ესე იგი ეგრეა. ლამაზი მაკა ასათიანი მახინჯი რუსეთის სამსახურში. ასეა ეს. ნახვამდის.